ეხლა ჩვენ ვნახავთ იმერეთის მეფის ჯაჭვის პერანგს, ალექსანდრე მესამის. აი უყურეთ. ქართველი მეფის ჯაჭვის პერანგი, რომელიც არის შემორჩენილი. ოქროთი ფერადითულებით არის მოჭედილი, მე-17 საუკუნის ჯაჭვის პერანგია, კარგად მინდა დააკვირდეთ. როგორც მითხეს, დაახლოებით ეს იწონის აი 8 კილოგრამამდე. მთლიანად რო ჩაიცმევდა მეფე, ანუ მეომარი, წარმოიდგინეთ, ესე იგი რამხელა წონა ექნებოდა ბრძოლის წინ მას, მაგრამ ის რო შემორჩენილია ქართველი მეფის ჯაჭვის პერანგი, ეს საოცრება არის არა? ქარვასლაში ვარ, თბილისის მუზეუმში, აქ არის დროებითი ექსპოზიცია ქართული იარაღის და აქ არის გამოფენილი ქართული იარაღი. ეს არის მე-18 საუკუნის ჩაჩქანი და აქვს მუხრან ბატონის სახლთუხუცესი იოანე, მაშა ალა ღვთისმინდობილი იოანე კონსტანტინესზე მუხრან ბატონის მეფეების ერეკლე მეორისა და გიორგი მე-12-ის სახლთუხუცესიო. და აი ნახეთ, აი წარწერებია, ქართული წარწერები აქვს. მუხრან ბატონი სახლთუხუცესი, აი ძალიან მაგარი გამოფენა არის მართლა და ძალიან მაგარი ექსპონატები არის გამოფენილი. სვანური ფარი კიდე 16 საუკუნის ეს არის ტყავი, ხე, რკინა ერთად აღებული, ნუ აი ნახეთ საბრძოლო იარაღები. ჯერ ნახეთ, ძალიან კარგი ექსპოზიცია არის, ძალიან კარგი კონცეფციით. რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მამუკა ქაფიანიძის გარეშე ეს არ იქნებოდა, მამუკას გაკეთებული არის ეს ექსპოზიცია. და აი პირველი და მეორე თოფს შეხედეთ, ეს არის სოლომონ პირველის თოფი და აწერია კიდე ზედ რომ მეფე სოლომონის ვარ. ეხლა თქვენ ხედავთ, ავიცი, ერთ-ერთი გმირი მეფის რა, სოლომონ პირველის თოფს, აი ეს არის აი მეორე, ზევიდან მეორე თოფი, რომელსაც პირველი და მეორე. რა ვიცი, ხრესილის ბრძოლაზე შეიძლება იყო? და შემდეგ დარბაზში არის კიდე თბილისური გრაფიკა, ანუ აი თბილისის ძალიან საინტერესო ჩანახატები არის დავით კაკაბაძის მათ შორის. ვისაც გაინტერესებთ, აუცილებლად ნახეთ. აი ნახეთ რა. საოცარი გამოფენა არის მართლა. ელიზარაშვილები იყვნენ კიდე ძალიან ცნობილი ხელოსნები იარაღის. მათი ნაკეთობები არის. მოკლედ ქართველი კაცი რა იყო, ერთხელ ხმალი ეჭირა, მეორეთი მიწას ხნავდა მართლა და აი აქ ყველაფერი არის, რაც ამ ამბავს გვიყვება რა. მოდით ნახეთ აუცილებლად ჩვენი იარაღის გამოფენა.